ერთხელ მომივიდა ასეთი შემთხვევა, მაგა ახალგაზრდა ვიყავი. ესეთი როლი იყო რთული. ხო და მონოლოგი მქონდა და ამ მონოლოგის დროს ესეთ აფეთში შევედი, რომ რაღაც წამებით გავითიშე. რომ მოვედი უკვე ვატყობ, რომ ტექსტი მაინც ვთქვი და მე არ მახსოვს აი ეს პატარა მონაკვეთი რას ვაკეთებდი რა იყო. მაგრამ შევატყვე მსახიობს, რომ არაფერი არ მოხდარა ისეთ გავაგრძელეთ, მაგრამ აი ეს არის ხო ის მომენტი, რომ შენ არა ხარ ის პიროვნება ხარ, ვისაც თამაშობ. მე ვარ ედმონ გაბედავა, მოზარდ მაყურებელთა თეატრის მსახიობი. მე ასეთ ადგილს დავიბადე, რომ იქ ყველაზე დიდი გასართობი იყო კინო. კინო აი ბავშვობიდან მიყვარს ძალიან. და როდესაც ჩავაბარე საცირკო საესტრადო სასწავლებელში, იქ გავიცანი ერთი ადამიანი, რეჟისორი მიშა ჭავჭავაძე. იყო მხატვარი მიშა ჭავჭავაძე, იყო კიდევ მსახიობი და რეჟისორი მიშა ჭავჭავაძე. ხელმძღვანელობდა სახალხო თეატრს. იმ დროს იყო ასეთი სახალხო თეატრები. და პირველად აი ჩემი შეხება თეატრთან იყო იქ. პირველი როლი იყო ნოდარ დუმბაძის მევხედა მზეს, ესეთი პერსონაჟი იყო ედემიკა. და როდესაც უკვე შევეხე თეატრს, მივხვდი, რომ ეს ნაღდი ჩემია. შესაძლებელი იყო გაგვეხსნა თეატრის სტუდია. აი ამ ბაზაზე, სახალხო თეატრის ბაზაზე გავხსენით თეატრის სტუდია ელვა. და იმის მერე დავიწყეთ შექმნილით რეპერტუარი და დავიწყეთ გასტროლები. ძირითადად საგასტროლო თეატრი იყო. მთელი საბჭოთა კავშირი მოვიარეთ მე მგონი. სპექტაკლები იყო საბავშვო იყო ასეთი ჩექმებიანი კატა, რომელიც დიდი ხანს თამაშობდით. მე მხედავ ზეს, ამასაც თამაშობდით. ხუთნი, ესე იგი ასეთი სპექტაკლი იყო და კიდევ ბევრი რაღაც სპექტაკლები იყო. მერე დადგა ეს პერიოდი, რომ აქ მომეწია ჩემოსვლა, იმიტომ რომ მშობლები იყო ისეთ მდგომარეობაში უკვე, რომ უჩემოდ ვერ გაძლებდნენ. 2000 წელს ჩამოვედი. მაგრამ თეატრში ვერ მოხვდი, იმიტომ რომ ძალიან რთული პერიოდი იყო, ხელფასები იყო მიზერული. მომეწია სხვა სამსახური ემეძება, იმიტომ რომ ოჯახი ახლა ბავშვს ხო ვერ აუხსნი. მსახიობი ხარ, მაგრამ სურვილი კი აუცილებლად სულ მქონდა. ხო და აი ველოდებოდი, როდის გაიხსნებოდა თეატრი. და გაიხსნა ბოლოს და ბოლოს 2007-ში პირველივე დღე მოვედი და მე მიიღეს და რა ვიცი, აი დღემდე უკვე მოღვაწეობ ამ თეატრში. პირველი როლი იყო ესეთი ზღაპარი კალაბოტი. და იმის მერე კიდევ ბევრი სპექტაკლები იყო. ძირითადად მაინც ისეთი მთავარი როლი არც ისე ბევრი მქონდა. არა, გულისხმობა არ მქონდა ისეთი, რომ აი რაღაც. იმიტომ რომ როლი არის როლი, უნდა ითამაშო, რაც არ უნდა იყოს. საერთოდ მსახიობს ასეთი რამეა, რომ დღეს შეგიძლია ითამაშო რაღაც მგელი და ხვალ ოტელო ან რაღაც ესეთი. ჩვენი სპეციფიკა ეს საბავშვო თეატრის
მე მგონია ყველა მსახიობს არ შეუძლია რომ ითამაშობს ბავშვებისთვის. იმიტომ რომ ბავშვები ძალიან გრძნობენ სიცრუეს. მართალი უნდა იყოს აუცილებლად მსახიობი. ბავშვების ენერგეტიკას კი გრძნობ, იმიტომ რომ ბავშვები ხო პატარა ანგელოზები არიან. შენ პატლონზე რომ გამოდიხარ, გრძნობ რომ მოეწონა სპექტაკლი, მაყურებელს თუ არა. და ეს გაძლევს რაღაც ისეთ ენერგიას, რომ დაუვიწყარია. ბოლოდროინდელი როლები იყო აი ალადინში ვთამაშობ. ძალიან საინტერესო სპექტაკლი სევილილი და ლაკი. აი ბოლო სპექტაკლი არის ბომბორა. მე ვარ ესეთი პერსონაჟი მეზოვე. პროფესიაში არ ვნანობ. ხელახლა რომ მომეწიოს ცხოვრება, ესე ვაერჩევდი ამ პროფესიას. მაყურებელს ვსურვებდი უფრო ხშირად მოსვლა ჩვენ თეატრში. იმიტომ რომ თეატრი ეს ცხოვრებაა. ბევრს ისწავლიან. თეატრი ეს არის კარგი მასწავლებელი.